მიყვავს დათო ემზადება ხა თავის პრინციპს ამზადებს, რომელიც როგორც იქნა ყავს და აბსოლუტურად ყველაფერს გადაათრევს აქეთ იქით, ვინმე თუ ყავთ მანქანა გადასათრევი, დათო გადაგითხრევთ. მოკლედ, ეხა უნდა ავაგოროთ CRX პრინციპსო და წავიყვანოთ კარლიტოს და რომელმაც უნდა დაშალოს ძრავი. აი, მართლა გეუბნები არ მჯერა ეხლა ამ ვიდეოს რო ვწერ. მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს. ლებიოთ კარ მაქვს ეგრეთ წოდებული და პრინციპზე როგორ ნავაგოროთ საბურავებ დაშვებული CRX-ი, არ ვიცი. აიღე ჯიგარო, აიღე. მიდი ახლა ნააბაროდ და მოდი. მოდი. მარცხნივ აიღე. მომენდე რა, მოდი. მოდი. ვსა. ეგრევე. ხო და ეგრევე, ანუ დაღმართია და ხოდიანად. მაგრამ ნახე ის რო დგება დაღმართი პრინციპი, მაგრამ ესეთია. მაინც ისა. სოლდე ჯობია აყო. წავედ. წაპოვიდა, არ გიძა, ხო. ვიცა გავიდეს ის მოიცა არა. დაიცა. Все, стой. Обойцали, бью. აკეთაიგი, აქ. მაგრამ ეხლარე, ვისაბა ივედა აი მარჯვნივ აიღე, მარჯვნივ. თუ მოპარვაზე როგორ ფიქრობ, ბიჭო? მარჯვნივ აიღე ანა, მარჯვნივ. ეხლა აიღე და შეანელე. მარჯვნივ აიღე ხა. აიღე. დაიცა, გადაждიце. აი, კაცევა მითხარი თქვენ როგორ ხდება და ბაზარი რა. აწევ არა. აი ის იმას ქიმი, აი. რა. ბუქსიზე. არა, ლიბიუტ დია. აი ჩარ. ამაზე შავო ახალაზე? არა, ეხლა ეგრო იმას აკეთო, ეს დაიწყებს ქანაურს. არა. აღარ დაიწყე? ამოვა, ჩოლები. იქ მოდა ოფიჭი. არა, ამოვა და გასწორდება. საბურავი ზადებული მაქვს, საბურავი წინ არ წავა ეს ასე. არ წავა წინ? არა. ეხლა უნდა ავაგოროთ. ჯივარ მე გადავდი. ეგ არის. იმას კი. არა. ამოუწი. всё. აი ეს დავობო, თოფში აი. არა და როსა. ჰეი და ჩემი ძმა ხარ, ვინ შენ გაწყენინებს ბო? აი მოვედით მოკლედ და კარლიტო ეუბნება დათოს რომ ხელით მოვატრიალებო ამ პრინციპსო და თო ეუბნება ვერო ვერ მოვატრიალე? აი მე მჯერა შენი ხო იცი შემი რა ხდება მოატრიალა, მაინც მოატრიალა. მოვდივარ. ცხვირი არის მასხას. არიზო, ხარა. ვაი ხა თქვენი არაფერს არ დაედება, ხო? ეს ახლა აქ დამგარიყავი, ეგ ვერ მოიქ. საცევები ხართ იმენა რა. რა იღირს ამანქანას პადიონიკზე აწეული. ხადაუიზბრალია ან კუზავა გაღუნული, მაგრამ მგონია რომ აქ იმდენი რაღაცა გადაკეთებული რომ ხადაუიზბრალი. საშინელებაა? ხო. ამაზე უარი არ გინახავს? მე კაია, რაღაცა ცხოვრებაში ხო პირველად ხდება და ასეთი საშინელება პირველად არის. სამაგერად უარესი რომ გაგიჩნდება იტყვი რომ იმ CRX-ზე საშინელებაა. მაგარი არ არის. ყველაფერი კარგადაა. გვეჩვენება. ესე იგი სანამ კარლიტო მოკლედ ცდილობს რომ რამე გააკეთოს და კონკრეტულად არის ის რა საიდან შეიძლება რომ დაიწყოს. მე ვიდეოს დასაწყისშივე გეტყვით პირველ სპონსორს. შენი აზრით ვინ არის კარლიტო პირველი სპონსორი ჩვენი? ბოლოში უნდა მეთქვა ეგ და იმოლივად. პირველ სპონსორს გეტყვით ვიდეოს თავშივე რომ ეგ არის Connect მაგარი კომპანია არის. თან ფერებს შემიძლია. წარმოიდგინე. რომ მივაყენებ ეს მანქანა რომ დაიქოქება და რომ მივაყენებ ყვითელ.
Connect. Აი, ხო მაგარი იქნება. მაგარი Connect არის უმაგრესი. აუქცევ, დაგერხევა. Connect არის მაგარი კომპანია, რომელიც დაგთანხმდა ამ პროექტის განხორციელებაზე და ჩადო რესურსი ამ პროექტში. ამიტომ აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადო მას და რაც მთავარია, უნდა მოგეწოდოთ ერთი ინფორმაცია, რომ Connect-ის არხზე, YouTube არხზე დაიწყება პოდკასტების სერია, სადაც მე ვიქნები წამყვანი. აი, ხო დარწმუნებული ხარ, რომ ძალიან საინტერესო იქნება. ერთ სტუმრად მოვიწევ კარლოს, რომელიც გვეტყვის ემას 13-ის შესახებ სინამდვილეს. მეორე სპონსორის შესახებ ვიდეოს ბოლოს გაიგებთ. ეხა მეგეტყვით. აბარას ვიცი მე. რა, მატორი ვიცი. რავი არ ვიცი, მე ვიცი მატორი. გონია ჩვენ ნორმალს გადავაგოროთ და როგორ უნდა. მეც მევაგროვე. შენ როგორი მეჯანზე არ ვარ? ჰა? ჯანზე ხარ? მოწყვეტ. ანუ თლიანი ტანი რომ მივაწყო ხო ჯანზე. კი. კი. სად მივაწვე? ან პროსა ადევიკიდან უნდა გადავაგოროთ? ეხა მე როგორ თუ ამოწიოთ იმით? წავიდა. Čo? ოდიში მომეთხოვია და ეგო დავდახარ. კი. ტოპე. სადა. 92 უნდა წავიყავ დავჭალაში. ტოპეს და შესაძლოა. ვიმტკიცებს რომ ქარხნო, ანუ ეგონქანა ეგრე ქარხნო დროში არ უნდა დადიოდეს. ვინკი დადის არ უნდა კი. დადიოდეს. ტოპე მიმტკიცებს. მაგასაც ხო 90 იყავს 304. იმას წერს რომ 100-ს ვიარეო, F80-ის იმსა აქ მაგდენიო რა. და სტოპს ვეძებო რა დაუდგეო და. ბევრი იყო. ვითაც ბევრი იყო. და იქ ძრავს რო მოვიდეთ აი ესეა უკვე გადაგმული შეხედე 1 2 აი აქ გადამული 3 სად გაიგე ხა საიდან იმაშვება აი აქ შეხედე 1 შეხვეულია მეორე საერთოდ არ არის შეხვეული აი იქაც გადამული და მაგიტომ ის სეტყვაზე მეკანი არ ვიცი ვერ გეტყვი სავარაუდოდ იმიტომ რომ ამ კაბელში რა უნდა გაიგო საიდან რა გადაქონდა ამოდი იდი Can you go up some clearer? That's it. No. Ready? Yeah. Hi, Saku. That's it. Professional. ამოღებულია მატორი. მატორი ამოღებულია. აუ თავარია ბლოკის და რაღაცეების ჩალიჩი არ მოგვიწიოს რა. მოგვიწიოს ჩათვალე რომ ვერ იშოვი. თუ იშოვი ძალიან ძვირი. სერვერს ბლოკი უნდა დავარგოთ. სერვერს ბლოკი ხომ? ხო, მაგრამ ვიტეკი აღარ იქნება მე მაგაში ესაკ. ნექტემა ზამს მუღა მეგარი რომ ვიტეკი იყოს. ნამდვილად. არადარასისინა ტაიპერი იდგა თავის დროზე იცავენ. ტაიპერი? ო, ავაჩი რომ ვაწყოთ თავიდან ტაიპერი იდგა. რატომ მე ეს გადაწყვეტილებო? ბიჭო, ხო დაიმტრა და რაღაცა ქნეს, მაგრამ მე ვეღარ მოხდეს ეგ ძრავი რა. სახეკადრო ძრავს. აი სად ჩავდგოთ, რომ ჩავეცხოთ. ყველაზე ნახე იქნება. გეტყვი ხა აქ როგორ არის, ნახე? კალო, აგებს ადაიჟნა, სადრომელი იყო? დანომრილია თვითონ. ულა ნახაზია. რატო ხარ შენ ხა ინტრიგანი? რა ნახაზია, რა გინდა შვენივე და კარგად მუშაობს, დგას. ეხლა ხოს მე ამას ვერ დავშვი. ბოდიში მე მithოვია და ამას მიხეს ვერ მოგიტე. ბოდიში მე მithოვია თქვენ. რა შეიძლება ტოპია სადა? ტოპია მე მელოდება სიმ. კედლები როგორი აქვს? ბიჭო, მაგარი კედლები აქვს. მაგრამ რა სიძახი ჩემი კაი. ქართული ბადეები არის, აქ იცი? ხონდა, არის ადამიანი თქო, მე რო გეუბნები არ გიჯერა. მეორე ცილინჩი ხდება დების. ეგ ეგრე იყო, ვიცი კი.
ზეთი დგას პორში. ამაში თუ ამაში? ამაში მეორე. მაგრამ ისინი რა კარგული ნახაზები? ამაში. კოლიცო ახოს. კოლიცო არ ვარ გა. ნახაზი აქ. ალბათ არ ვიცი, არ ჩანს ესე, მაგრამ თუ ჩააროთ მეორე. ჩემი არაუდით. ცეცაპარებს. ცილინჩი არა აქ ნახაზი. კარგია ეს ბლოგი, კარგად გამოიყურება ჯერჯერობით. მე რასაც უყურებ. ანუ თავარია რომ ბლოგი გადავრჩით რა, ხო? ჯერჯერობით ყველაფერი ოკეია, ეს რა დანავა. შეიძლება გაბერილიც იყოს ცილინდრი, ეგრე ესე დახედე, ხო, ესე ვერ გაიგე. ბადეებია და კაია, ეგრე არ ხდება. უნდა შემოსწმდეს. ცილინდრი იზომება ზოგადად. კოტე. ეს პრობლემა აქ დავაგდეთ. ესე ხო ზერ არის. ახალი უნდა. ვიშოვით? უნდა იშოვა. უნდა გამოიყვანო. ხონდა არის მაგარი ბანძი. თქვი ახლა წაღარაც თქვი დაგერ. არაფერი, რავი, პონპა არის, კარგი მდგომარეობაში და გვიხარია ბავშვებს. ხონდა არის მაგარიო წაღან არ თქვი? არა. აუ რა ბეუბეშნიკია. აი ეს არის სულით დახორცით ემას-13. გინდა მეთქვა რა თქვა? უნდა არ ვარ გავა. აი ნახე ბიჭო. ეს მეგრელი არის. კოტე შენ გადარჩი მე. არ ვარ გავა. ნახე ბიჭო. იმას 336 იყო. ჩემი ძმა მოვიდა. ბარბალობა დღე არის. ბარბალობა. იოქ მოტანი. აუ რა კარҭულად არ ვიცი კლადიშები კლადიშები? ნახო და კოლიცოები უნდა ვნახო არის თუ არა გატეხილი ან რავი შეიძლება თვითონ პორშენი იყოს გატეხილი რა ვნახავ იმედი მაქვს რომ არ არის გატეხილი კოლიცოები და კლადიშები და კოლიცო გადაგილია. ბლოგი არ ვარ გა. იშო ეს გაძევებული ხარ ჩემი YouTube არხიდან. აი ეს. აი ეს ცხოვრება ჩემი და ახლა აღარებას ველოდებოდი, მაგრამ ეგ საერთოდ არ არის. მაგრამ ნახაზები აქვს. არაფერი არა აქვს ეს რა არის ბიჭო არა, ნახე. თავად და ამა შეხედე ჩადოს ნორი ფშხილი. არა და არა აქვს შეხედე ბიჭო ახალი ვითარ იმენა ახალი კლადიშია შეხედე, ვაფშე, ერთი ზოლი არ აქვს. ხონდა არის ადამიანი თქვა, ხო გითხარი? აზდარია თუ რაჯის. როდესაც რავი იშლება ბოლტები აბსოლუტურად ახლა ბოლტი უნდა დადგეს ახლა მაგრამ აქ გაწელილი არის თუ არა მაგას თვალით შევამოწმოთ მეტი ვერაფერს ვერ ვიზავთ ეხლა ნახე ყველა ცილინდრში მშვიდობა მაგრამ მეორე ცილინდრში ზეთის ვალია შეიძლება პროსტა შენ მეორე პორშენი ავიდი ახლა? ხო GoPro დამიჯდა, როდესაც კარლო ლაპარაკობდა ძრავის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. მაგრამ ესეთი რაღაც არის, საბოლოოდ მგონი რომ გადავრჩით. პირველად შეხედვით, რაც ვნახეთ, ყველაფერი კარგად არის ძრავსი და მაგრად ვართ გადარჩენილები, იმიტომ რომ რეალურად ძრავი ძალიან კარგია. ცოტათი ნაწილები რაც არის, ეგენი არის შესაძლებელი. ბატონმა კარლომ ჩავამაწერინა, ყველაფერი ვიყიდეთ, მაგის ჩამონათვალსაც აქ ჩამოვთვლით და ჯამში ამ ყველაფრის საფასური იყო 770 ლარი, ანუ ძრავის ნაწილებში ყველაფერში გადავიხადე 770 ლარი. ეხლა რა მდგომარეობაც არის ის, რომ გავუკადავტოვე ბელიაშვილზე, ადამიანთან რომელიც გააშლიპოვკებს, გაწმენს, ამ სალნიკებს შეცვლის, მოკლედ მოამზადებს ამ გალოვუკას იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ძრავი აიწყოს. და შემდეგ უკვე ველოდებით კარლოს, რომ ეს ძრავი აწყოს, ჩავდგათ და გავუმართოთ. რა თქმა უნდა, ყველაფრის თანხას ნაწილებიდან დაწყებული, ხელობით დამთავრებული. გეტყვით ხო, ძრავის გალოვკის იმაში, რა ქვია, მომზადებაში 230 ლარი მითხრა იმ კაცმა, რაც მგონია, რომ ძალიან იაფი, რა ვიცი, რო გავიკითხე. მიყოლა მითხრა, რომ ძალიან იაფი ფასი უთქვამსა და ნუ პირველ რიგში მადლობა მაგ ადამიანს ამისთვის, როდესაც რა ვიცი, წამოვიღებ და დავაწყობ ძრავს და დავწუნებ, რომ ყველაფერი კარგადაა გაკეთებული, მე უკვე საბოლოო რეკომენდაციასაც გავუწევ და ვისაც დაგაინტერესებთ, გეტყვით, სად არის ეს ადამიანი. დანარჩენი ახლა შემდეგი ეტაპები რა გვაქვს არის ის, რომ როდესაც ძრავს ჩავდგავთ, ელექტროობა ჯერ მოსაგვარებელი და ჩვენი მეგობარი კოტიკოს დახმარებით, რომელიც ახლა ამ ვიდეოს მიიღებს, ჯერის კაბელები რაც იყო ვიდეოში, ესენი ყველაფერი უნდა დაალაგდეს. შემდგომ როდესაც აიწყობა, ასე ვთქვათ, გავაკეთებთ ხო სავალ ნაწილს და ტექნიკურ მხარეს ყველანაირად რომ მოვრჩებით, მე უკვე წავალთ და გადავალთ ვიზუალზე, ჯერ გარე ვიზუალს მივხედავთ, მე შიდა ვიზუალს მივხედავთ და გავმართავთ ყველაფერს. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ნეტა ესე მარტივად წავიდეს ყველაფერი ამ მანქანაზე და აი არ ვიცი, მიხელებია მიწევია, არ ვიტყვი არაფერს. რაც შეეხება ჩემს მეორე სპონსორს, ჩემი მეორე სპონსორი არის
ხო, ქარო არის ჩემი მეორე სპონსორი, რა თქმა უნდა. ორი აზრი არ არის, რომ ნიკა იქნებოდა ამ პროექტის სპონსორი. ამ სპონსორისგან, რომელსაც ყავს რაღაცა ესეთი დირექტორი, ვიღაცა ნიკა აბაშიძე რო არის, მათგან მოთხოვნა იყო, რომ ქაროს ლოგო ყოფილიყო ყველაზე დიდზე აბსოლუტურად გადაჭიმული და რა ვიცი, იყოს. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ჩემს სპონსორებს. Connect-ზე გითხარით ვიდეოს დასაწყისში და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ Connect-ის არხზე დაიწყება პოდკასტების სერია, სადაც მე ვიქნები წამყვანი და დარწმუნებული ყავით, რომ ძალიან საინტერესო თემებს შემოგთავაზებთ, თქო, აქედან მოიცოდეთ, რომ ეს არ იქნება უბრალოდ ვიღაცის ისტორიის მოსმენა, მის წარსულ ისტორიებზე, გაზომვებზე და ასე შემდეგ. ამ პოდკასტში იქნება ყველაფერი ტექნიკურ საკითხებზე, ანუ ძალიან ბევრ რაღაცას ვისწავლით ერთად მანქანასთან დაკავშირებით. მოვიყვანთ ისეთ სტუმრებს, რომლებიც არიან ძალიან კომპეტენტური თავიანთ საქმეში და მაქსიმალურად გაგვიზიარებენ თავიანთ ცოდნას. მექნება ისეთი კითხვები, რომ მაქსიმალურად მეტი ტექნიკური ინფორმაცია წამოვიღოთ მისგან, რომ რაღაცა ტექნიკური მხრივ ცოტა ცოდნის დონე ცოტა აიწიოს რა, რაც მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია და კაია. დანარჩენი შემდეგ ვიდეოში. არხი გამოიწერეთ, არ დაგავიწყეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია არხის გამოწერა. გთხოვთ. ანუ უმეტესობა უყურებს ისე რომ არხი არ აქვს გამოწერილი და გთხოვთ რომ არხი გამოიწეროთ, იმიტომ რომ გამომწერები საჭიროა.